ხო, რა ვიცი, ყველას გვინდა რომ პოზიტიური იყოს, ხო, ის სიახლეები, რაც ევროპიდან მოდის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და მოდით ჯერ მაინც ვთქვათ, რომ პოზიტივი არის და პოზიტივი არის ის, რომ ძალიან აქტიურად რჩება ჩართული საქართველოს მომავლის განსაზღვრაში ევროპა, ინტერესი პოლიტიკური, მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ არის ძალიან მტკიცე. თუმცა ამავე დროს სამწუხარო რეალობა არის ის და ეს ძალიან კარგად ჩანს მე მონაწილეობ ყველა ფორუმში, ყველა განხილვაში, რაც ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც იმართება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფორუმები ევროპაში და სამწუხაროდ დღეს დადასტურდა ევროპული საბჭოს მხრიდან ის განწყობა, რომელიც უკვე ძალიან კარგად ჩანდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, შეჩერებულია. ჩვენ მხოლოდ ნომინალურად ვრჩებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნომინალურად ვრჩება, მაგრამ ის განხილვა, რაც ევროპარლამენტში გაიმართა დღეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რატო? იმიტომ რომ რა კუთხით არის ეს მნიშვნელოვანი? მე მინდა რომ საზოგადოებას და როგორ შეიძლება ითარგმნოს საქმეში, იმიტომ რომ განცხადებები ბევრი მოგვისმენია პრინციპში და შეშფოთებაც და აი რაში შეიძლება ეს ითარგმნოს, რა შეიძლება იყოს უკვე შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ბრიუსელის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც სხვა არანაირი, ანუ გარდა იმ შიდა წინააღმდეგობისა, რომელსაც უწყობს საზოგადოება რეჟიმს და ეს უნდა ცხადია გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ამავე დროს ამ რეჟიმთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ეს არის სამართლებრივი, საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტები. ამიტომ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური, ასე ვთქვათ, ნივთიერებების გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენი პარტიის პოზიცია იყო და ჩვენ ამაზე ჩავატარეთ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ და ბრიფინგი, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება, საერთაშორისო გამოძიება ამაზე უნდა შედგეს, რომ ამ გამოძიების წარმართავი შეიძლება იყოს სწორედ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მანდატი მსგავსი გამოძიების ჩატარების და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მთელი ფაქტიურად ევროპული პოლიტიკური სპექტრი თან ხდება იმაზე, რომ ეს არის საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს. მაგრამ ამავე დროს თქვენ მოისმენდით ალბათ სალომე დღეს ითქვა ისიც, რომ აი ხალხმა რაღაცა უნდა მიმართოს ესეთ ორგანიზაციას და შემდეგ შეიძლება მათი გააქტიურება მე ერთ-ერთ კომენტარში მოვისმინე ასეთი რამ. მექანიზმი რომ დაიწყოს გამოძიება სხვადასხვა, მათ შორის ეს მექანიზმი შეუძლია მოითხოვოს სხვა რომელიმე სახელმწიფომ, რომელიც კონვენციის ხელმომწერია და ჩვენ სწორედ ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ამაზე ვმუშაობთ, რომ იმ პოლიტიკურმა ძალების წარმომადგენლებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საერთაშორისო გამოძიება უნდა შედგეს, მათ შორის საკუთარი სახელმწიფოების მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, დაეხმარონ პროცესს, რომ ეს გამოძიება აუცილებლად შედგეს, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნების სტრატეგია ამასთან მიმართებაში რა არის, რომ შექმნას რაღაც ახალი თემები, ასე ვთქვათ, პიარულად მიუდგეს ამ საკითხს, გადააგოროს და კონდეს განცდა, რომ ეს ყველაფერი ისევე გაქრება დღის წესრიგიდან, როგორც ბევრი სხვა რამ. ოღონდ ეს ყველაფერი არ ქრება დღის წესრიგიდან და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის ვალია და მე ვთვლი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანი საკითხი და დარწმუნებული ვარ პოლიტიკოსებიც თქვენც ასეთ თვლით, რომ ეს არის თემა, რომელზეც უნდა ააგოს აუცილებლად ქართულმა ოცნებამ პასუხი, მით უმეტეს იმ გამოძიების გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული გამოძიების გათვალისწინებით, რომელიც მათ აქ ჩაატარეს ხუთდღიანი გამოძიება, რომელსაც არ ენდობა სხვათა შორის ევროკავშირი და ტყუილში რომ ამხილეს დღეს ეს განცხადება მოისმენთ ამასაც, აი რა პასუხისმგებლობები მოყვება ქართულ ოცნებას, რა პასუხისმგებლობები დაეკისრება. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და რასაც ვისმენთ. ხო, ახლა გამოძიება უნდა შედგეს საერთაშორისო მთავარი ეს არის, რომ ჩვენ დავადგინოთ, იმიტომ რომ ჟურნალისტური გამოძიება ეს არის საჯარო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულზე და ცხადია, რომ საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს რეალურად რა მოხდა, რა იქნა, რა დარღვევას ჰქონდა ადგილი. ახლა აქ ვფიქრობ, რომ გამოძიებამ შეიძლება დაადგინოს მთელი რიგი დანაშაულის და ეს დანაშაული შეიძლება სხვადასხვა იყოს, იმიტომ რომ თუ დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა ისეთი ნივთიერება, რომელიც შეიძლება იქნას კლასიფიცირებული როგორც ქიმიური იარაღი,
მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ სავარაუდო ომის დანაშაულზე, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თუმცა ის განცხადება, რაც დღეს გააკეთა ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ეს უკვე არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ ვიფიქროთ, რომ როგორც მინიმუმ, როგორც ასე ვთქვათ, ყველაზე მცირე ჩვენ გვაქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან საქმე და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, არა სანქცირებული საშუალებებით მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევასთან და ამას შესაბამისი საერთაშორისო მსვლელობა უნდა მიეცეს. სამწუხაროდ ძალიან დიდი დრო სჭირდება ხშირად ამ პროცესებს. ჩვენ ნახეთ იგივე გადაწყვეტილება 20 წლთან დაკავშირებით ვნახეთ რამდენი წელი დასჭირდა, მაგრამ თავარია რომ დადგინდა საბოლოოდ ასე ვთქვათ სამართალმა ასე ვთქვათ იპოვნა თავისი დღე, ხო, ევროპულ სასამართლოში. ამიტომ ყველა ეს პროცესები და განცხადებები მყისიერი შედეგი რაც არ უნდა ქონდეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამავე დროს ეს ისედაც საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ხელისუფლებას ურთულებს რა თქმა უნდა ცხოვრებას, ურთულებს ასე ვთქვათ მათ პოზიციონირებას. მოყვება სანქციები. მე არ გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში მხოლოდ BBC-ს საგამოძიებო ფილმს, იმიტომ რომ მან არის დასადგენი და საერთაშორისო გამოძიება არის ჩასატარებელი, აი რასა იუკნევიჩიანის განცხადებაც სიტყვიდან ნაწყვეტი გავრცელდა, სადაც ის სწორედ ამ თემაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, რაც აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათო და BBC-ს მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ავლენს, აჩენს, მაგრამ მე მინდა ახლა ამის მიღმა რა განცხადებებსაც ვისმენდით, იმაზე ვისაუბროთ, იგივე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, იგივე რომ ჩიხშია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს ასეთ მკაცრ განცხადებებს რა შეიძლება მოყვეს? შეიძლება მოყვეს უფრო მეტი სანქცია, უფრო მიზნობრივი სანქციები, რაც დიდი ხანია სხვათა შორის არის საუბარი. ესე იგი, პირველ რიგში მე მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც რაღაცა ისეთი განწყობა აქვს, რომ აი თითქოს დასავლეთის სანქციებს არ აქვს ზეგავლენა, ან რაღაც არ ადარდებს ამ რეჟიმს სანქციები. რომ ძალიან ადარდებს მაგალითად ბიძინა ივანიშვილისთვის ის სანქციები, რომელიც მას უკვე დაუწეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არის ძალიან შემაწუხებელი და ამას ისინი საჯაროდაც ამბობენ, ხო, რომ ამ სანქციების მოხსნა არის მათთვის მთავარი. წერილზე აწყობინებს თავის კარის ფილოსოფოს და უკვე ევროკავშირიდან ტრამპს გადაწვდნენ ლანძღვაში ერთმანეთს მოკლედ ტოლს არ უდობენ. ამის მიღმა ისინი ძალიან ბევრს ცდილობენ სხვათა შორის, რომ ეს სანქციები მოიხსნას. ცხადია, რომ ყველა დამატებითი, ასე ვთქვათ, საბუთი იმის, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის არაკანონიერი გზებით საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი აქ თავარი პრობლემა არის ასე ვთქვათ ის, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება საკუთარ ხალხს, ხო? იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ქართული ოცნების რიტორიკაში ისმის, რომ ევროკავშირი არ ცნობს ქართული ხალხის რაღაცა ხელისუფლებას და ეს არის ტყუილი. ქართული ხალხის წარმომადგენლად რო თვლიდნენ ქართულ ოცნებას ექნებოდა აღიარება, თორე არჩევნები არ ჩაუტარებიათ გადასარევად არც 2020 წელს მაგალითად და 2016-ში კი გააყალბეს, მაგრამ როდესაც შენ ტოტალურად გააყალბე არჩევნები და სხვათა შორის კონკრეტულად ითქვა, რომ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, ზუსტად 2 ამიტომ არის სწორედ ეს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში, რომ ის არ წარმოადგენს ქართული ხალხის ნებას და ის რომ ძალადობს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მათ შორის დამატებითი საბუთები გაჩნდა, რომ შესაძლოა ძალადობდეს ქიმიური იარაღის გამოყენებით შესაძლოა. ამან ცხადია, რომ ეს მხოლოდ ამყარებს იმ განცდას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს და დასავლეთის დღის წესრიგი არის, რომ საქართველოში თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, ჩვენ გვყავდეს ქვეყანა მთავრობა, რომელიც ასახავს ხალხის ნებას, ანუ კონდეს სამართლიანი. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება ქართული ოცნება, ამაზე არც საუბრობენ, არც აპირებენ, ყოველ შემთხვევაში ღია განცხადებები ასეთია, მაგრამ ქმედებები მათი არ ვიცი რამდენად არის სხვათა შორის ასეთი. აი დღესაც იყო საუბარი რაღაც ოქროს ზოდებთან დაკავშირებით კანონმდებლობას შეცვალეს, ეთყობა ბიძინას ოქროს ზოდები აქვს ახლა შემოსატანი და ერთ კაცს არგებენ. აი ამ კანონმდებლობას, მაგრამ
ასევე რა მინდა გკითხოთ და არ მინდა ეს თემა გამოგრჩეს, საინტერესოა თქვენი აზრი. აი, დასავლელი პარტნიორებზე თავდასხმის მიღმა ისინი აქტიურად საუბრობენ ნორმალიზებაზე, რუსეთთან, ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მართალია შალვა პაპუაშვილმა ახსენა, რომ დეოკუპაცია არის აქ მთავარი პირობა და ასე შემდეგ, მაგრამ ნორმალიზება რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი, ამაზეც არის ხაზგასმა. აი, რა ეტაპზეა ახლა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა და მინდა ასევე სალომე გავიხსენოთ, გავითვალისწინოთ, ახლახანს იყო სწორედ ეს დუშანბეში ვიზიტი, ეგრეთ წოდებული პრემიერის, პუტინთან ერთად პოზიორობა, ფოტოსესია, ასე ვთქვათ, მართალია და აბსოლუტურად უშედეგო და цаრიელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც, აი რა შეიძლება ვთქვათ ამ ყველაფრიდან გამომდინარე? ხო, ну, ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა რო შევაჯამოთ, მათი მთავარი მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე არის დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ რო შევხედოთ, აი მაგალითად, რაც მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ის რომ ქართული ხორბალი იუნესკომ აღიარა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ძალიან კარგია. მე მივესალმები მხოლოდ იმას, რომ გაფართოვდეს, ასე ვთქვათ, პატივისცემა და დაფასება ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ქართულ ოცნებას ალბათ არაფერი სხვა საერთოდ არავისთვის სათქმელი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომლის ერთადერთი, ასე ვთქვათ, დღევანდელი მიღწევა, რაც შეიძლება იყოს მიღწევა ბჭყალებში, რომ შევაფასოთ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მიიღო ევროსაბჭომ, რომელმაც გამოაცხადა ღიად და პირდაპირ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის შეჩერებული დღევანდელი მდგომარეობით, ერთადერთი მიზეზით ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, გამოიცემა, მე მგონი 19-ში გამოვა შესაბამისი ანგარიში, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება შეფასების თვალსაზრისით, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ვალდებულებები რამდენად სრულდება და არ სრულდება და აქაც იქნება საკმაოდ მძიმე საფრთხე, რომ მოქალაქეებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა არის ჯერ კიდევ არის გადაწყვეტილება აქვთ. იცით რა, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის დღეს ევროკავშირში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ საკუთარი ხელისუფლების გამო და სხვათა შორის კანდიდატი ქვეყნის გაუქმებაზეც როდესაც იყო საუბარი, ესაც განიხილებოდა, რომ საერთოდ გაუქმებული იყო კანდიდატის სტატუსი, იგივე ლოგიკით, რომელიც ძალიან კარგად ხაზგასმა, რომ მხოლოდ ფურცელზე რჩება კანდიდატად. ოღონდ იგივე ლოგიკით, იმიტომ რომ რითი იწყება ევროსაბჭოს განცხადება, რომ ჩვენ პატივცემთ ვაფასებთ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ამიტომ ჩვენ გვიტოვებს სივრცეს ევროკავშირი, რომ ვიბრძოლოთ ევროპული მომავლის გადასარჩენად და მათ შორის ამიტომ არ გვიჩერებს დღეს, ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლას მოქალაქეების დონეზე, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კონკრეტულად რეჟიმის წარმომადგენლებთან დაკავშირებით და რაც შეეხება სანქციებს. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ევროპისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ უნდა მიიღონ საბოლოოდ პოზიცია გაყინული რუსული აქტივების თაობაზე და ძალიან საინტერესო პრეცედენტი იქნება ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ რიგი ქვეყნების ევროკავშირის ბლოკავენ გადაწყვეტილებას გაყინული სანქციების ათვისებასთან დაკავშირებით უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ დღეს არის დამუშავებული ფორმულა, როგორ შეიძლება გვერდი აუარონ, ასე ვთქვათ, აი ამ იმ ქვეყნების პოზიციას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში რუსეთის გაყინული აქტივები მიმართული იქნას უკრაინის დასახმარებლად და დღეს ევროკავშირში არის ბევრი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს იქნება პრეცედენტი საბოლოოდ იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ორბანი შეეცდება, რომ დაბლოკოს სანქციების გადაწყვეტილება ხელისუფლების, საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში მექანიზმი მოიძებნოს ევროკავშირში ამ გადაწყვეტილებების მისაღებად მომავალში. ამიტომ მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი, რომ სანქცირება
გახდება საჭირო, რა თქმა უნდა, დგას. აი ეხლა გაკეთდა ზუსტად განცხადება და ამ განცხადების ავტორი არის ტობიას კრემერი, რომელმაც თქვა ასეთი რამ სანქციებს ეხება, მოდით მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ქართული ოცნების მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, მოდით საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე-ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ, ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით ჩვენ ეს გავაკეთოთო, აღნიშნავს აი ევროპარლამენტარი და ქართველები ნამდვილად იჩენენ სიმამაცეს, ჩვენ სულ ცოტა ხანში ჩავთავთ ახლა რამდენიმე წამში ჩავთავთ. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა მათ შორის უკავშირდება ცხადია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად, ანუ თუ შეიძლება რამე სახელი დაარქვა ქართული ოცნების პოლიტიკას დღეს რაღაცა ერთი სახელი, ერთი სიტყვით აღწერო, ეს არის დაშინების პოლიტიკა, ეს არის შიშის დათესვის პოლიტიკა. იმიტომ რომ არანაირი სხვა რესურსი მათ აღარ დარჩათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მათ არ გაუვიდეთ საზოგადოების შიგნით, ვერ შეძლოთ საზოგადოების დაშინება, იმიტომ რომ მათ შორის საერთაშორისო წნეხი და საერთაშორისო ზეწოლა არის დამოკიდებული მედეგობაზე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის.